შეპატარა შენ ნებდები ილია შეპატარა ბოზო მე სკამზე დანებებული ბოზივით არ მოგცეული ვარ Justin Gage ილია თოფურიას წინააღმდეგ. Როგორც უკვე ვამბობდი, ვიცი რომ ის აუტსაიდერია. ვიცი რომ ყველამ ჩამოწერა, მაგრამ მან ჩემთანაც ეს გააკეთა. Justin Gage-ის ნამდვილად კარგად გამოდის ბრძოლების ჩაშლა. ჩაშალა კონორის და ხაბიბის ჭუბი. ჩემი და ილიას ბრძოლა და მგონია რომ ახლა ის ილიას და ისლამის ბრძოლასაც ჩაშლის. ის ნამდვილი ბრძოლების ჩამშლელია. ბევრი ფიქრობს რომ ის ამას ვერ შეძლებს, მაგრამ მე ვიცი რომ შეძლებს, იმიტომ რომ მასთან ერთად გალიაში ნაჩხუბარი მაქვს. უბრალოდ მგონია რომ ბედის წერა იყო, მან მე იმიტომ მომიგო რომ თეთრ სახლში ტიტულისთვის ებრძოლა. თან გავიგე შაბათს ღამით ბრძოლის წინადღეს წვეულებას მართავდაო, თავის გამარჯვებას წინასწარზე იმობდა. და თუ ეგ მართალია, აი სრული ყვერივით გამოჩნდება თუ წააგებს. გონია გეიჯი მის უნდა გააკეთოს, რასაც მე ყოველთვის ვაპირებდი მის წინააღმდეგ, გამოიყენე ფეხით დარტყმები, გამოიყენე ლოუ-ქიკები. გეიჯის უძლიერესი ლოუ-ქიკები აქვს. გამოიყენე ისინი, უბრალოდ ნუ დგახა და ნუ უცვლი დარტყმებს. არ მგონია რომ ილიას ნიკაბი ასეთი კარგი იყოს. მგონია გეიჯი თუ მოარტყამს, ილიას ნიკაბი ჩემი ნიკაბისგან განსხვავებით ვერ გაუძლებს. გეიჯი თუ მოარტყამს, ილია ეგრევე იქრძნობს, თუმცა წონის ხვაობა ეგრევე ჩანს. არ მოიდგინეს წონის ხვაობა, მე რომ ვეჭყუბო ილიას. არა, ეს რა გიჟობაა. მე ჯასტინს ვეჭყუბე და ახლა ილიასთან მინდა ჭყუბი. გული საშინად მიცემს, მსგავსი რამ ჯერ ასეთ ბრძოლაზე არ დამართნია. ჯასტინი არტყამს, ხალხს გონია რომ თოფურიასთვის დარტყმის გატარება რთულია. საერთოდაც არა, მგონია გეიჯის ეს აწყობს. ის ათამაშებს თეიქდაუნების მცდელობით. კარგი მარჯვენა ილიასგან, ჯები მუშაობს. ილიას სხვილი წაშლილი აქვს. გეიჯი მიხვდა, თოფურიას სახე უკვე არეულია. ისლიც ბრძოლა პირველივე რაუნდიდან. კარგი დარტყმა კორპუსში, მაგრამ ეს რაუნდი გეიჯისაა. შეხედეთ მის თვალებს, უკვე დასიებული აქვს. ეს კარგი მცდელობა იყო. კარგი დარტყმა კორპუსში, საოცარი დარტყმა კორპუსში ილიასგან. გეიჯი ისე ჩანს თითქოს გათიშულია. ილიამ მაუნჩი გადაიყვანა. თოფურიას ყველაზე გრძელი გამარჯვებების სერია აქვს. ნოკდაუნი მეორე რაუნდში. მან თქვა ნოკაუტით მოვიგებო. შეიძლება სამკუთხედზე წავიდე, შეიძლება არმბარზე. მან მისცა ჯასტინს აღდგენის საშუალება. აქ ჯასტინს გადარჩენა სჭირდება. თოფურიას მესამე რაუნდში 3 წელია არ უჭყუბია. მგონი ცოტა დაიღალა. გეიჯის კი 5 რაუნდის გაკაჩვა შეუძლია. ბოლოს თოფურია 5 რაუნდში ვნახეთ მან ემეტს სცემა. მაგრამ ემეტი უბრალოდ უმოძრაო სამიზნე იყო. ასე რომ ჩემთვის რაუნდებში ერთით-ერთია. მე ამას 10-8-ს არ დაუძახებდი. სასიამოვნოა ჯასტინსგან კორპუსში დარტყმების ნახვა. მას შემდეგ რაც მან მე მომარტყა ერთი ლოუ-ქიკი, მგონია ჯასტინი უფრო კარგად გამოიყურება. თოფურიას სახე უკვე არეულია. გეიჯის სახე ნამდვილად დამინგრია და ახლა თოფურიასაც იგივეს უკეთებს. იმ ჭიდაობის ეპიზოდს რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი რატომ არ გააკეთე თეიქდაუნი, იმიტომ რომ თოფურია თუ თითქმის საბმიშენით იგებდა, მე მას ეგრევე დავასაბმითებდი. კარგი მარჯვენა, ილია დაღლილი ჩანს. გეიჯი მას უბრალოდ შლის. გონია ილია დაღლილი, ამ რაუნდში მას საერთოდ არაფერი დაურყამს. თავი მოეჭრება, მიდი ჯასტინ, გააქანე. ეს ნიშნავს, რომ მან სუთქვის საშუალება მისცა, როცა ეს არ უნდა გაეკეთებინა. შეხედე, გააკეთე ის, რაც მე გამიკეთე, უბრალოდ ურტყი მის საჯდომს. ჯასტინი როგორც თქვი, ბრძოლების ჩამშლელია და ისე ჩანს, რომ ილიას წვეულებას გაუფუჭებს. ჯასტინი თუ მოიგებს, მე ბენუა სენტენდენს მოვუგებ და ეგრევე რევანშს მოვითხო. ჯასტინი იგებს ყველა გაცვლას ამ რაუნდში. კარგი მარჯვენა. დიახ, ჩვენ ილიას სახე მსგავს მდგომარეობაში არასდროს გვინახავს. ის ინგრევა, ჯასტინი უბრალოდ აკეთებს ამას ხალხის სახეებზე. თქვენ გინახავთ ჩემი სახე ჯასტინა ჭყუბის დროს. ჩემი სახე არეული იყო, მაგრამ მაშინ თვალში თითი მომხვდა და არა უბრალოდ ასე არეული, როგორც ეს პატარა ესპანური კიბორშხალაა. მიდი გეიჯი. შენავი მუხლი, არა მგონიას 2-1 იყოს ჯასტინისთვის. რა თქმა უნდა, ახლა კი, მაგრამ არა მგონიას 10-8 იყოს. მან ის დააგდო და ბევრი დარტყმა მოახვედრა, მაგრამ 10-8 მაინც არაა. ბოლო 10 წამში კიდევ ერთხელ თუ დააგდებს, კარგი იქნება რაუნდის დასასრულისთვის. ჯასტინი, აი რა გითხარით, ის ნამდვილად გენიალური ჩამშლელია. წინასწარ მინდა ბევრი რამის თქვა, რომ შემდეგ ნოკაუტითაც წააგოს, მაგრამ ის მაშინ იგებს, როცა ხალხი ამას არ ელოდება. დაუძახეთ ექიმს თქვენ ბოზებო, ბოზების ხროვა. ღმერთო ჩემო, ის ნებდება, ღმერთო ჩემო, ილია თოფურია, შეპატარა ბოზო, არ გაბედო ასე დანებება. თვალიდან ვერ ვხედავდი და ჭყუბი მაინც გავაგრძელე, იმიტომ რომ მე პატარა ბოზი არ ვარ. თვალი დამისიeda და ჭყუბი მაინც გავაგრძელე. მას დამატებითი 30 წამი მისცეს სუნთქვისთვის და მე ეგარ მიმიღია, როცა თვალში თითი მომხვდა. როცა მისი წერა თითი ფაქტობრივად twins შეეხო, მე ეგარ მიმიღია, მაგრამ შენ მიიღე, იმიტომ რომ პატარა ბოზი ხარ. შენ დანებებისთვის მზად ხარ. ილია, შეპატარა ბოზო, და აი რას გიზამდი მე, გაიძულებდი დანებებულიყავი. კარგი მარჯვენა ჯასტინისგან, გეიჯი ყოველთვის ფინიშზე მიდის.
ვიცი რომ შეიძლება ცოტა გაიხსნას, როცა ზედმეტად ცდილობს ფინიშს, მაგრამ ისე არ ჩანს რომ თოფურიას ჯერ კიდევ აქვს ძალა. კარგი აპერკოტი გეიჯისგან, იმავე დროს როცა თოფურია მარჯვენად დაარტყა. შენ ნებდები, ილია, შეპატარა ბოზო, შენ ნებდები. ჩანს რომ ცხოვრებაში არანაირ სირთულეს არ შეხვედრილ ხარ და ახლა შეხვდი და ნებდები როგორც პატარა ბოზი. მე მასთან 5 რაუნდი ვიჩხუბე და ბოლომდე კბილები დავაჭირე და დარტყმებს ვცვლიდი ბოლო გონგამდე. ილია მაუნჩია, ვნახოთ რა სიზამს. ამით შეიძლება რაუნდი მოიგოს, მაგრამ ისე ჩანს გეიჯი აპირებს წამოდგმას. აპირებს თუ არა, კი, გეიჯი წამოდგა, შეხედეთ სადაც. ისე ჩანს გეიჯი მეს რაუნდიც მოიგოთ. მაშინ 3-1 რაუნდები. თქვენ რას ფიქრობთ? ილია გათიშვილი ჩანს. მერთო ჩემო, შენ ნებდები, შეპატარა ბოზო, ჯასტინ გეიჯი გენიალური ჩამშლელია. რა გითხარით, ხომ თქვენ მოიგებს მეთქი, მერთო ჩემო, შენ დანებდი როგორც პატარა ბოზი. ჩემი სახე შენსაზე უარეს მდგომარეობაში იყო. შეპატარა ახლა ეგრევე ტვიტერში ჩართეთ, მე დავწერ პოსტს, რომელიც მან მე გამომიგზავნა. ჯასტინ გეიჯი, ნამდვილად გადგადიჩხუბე. ჩემპიონო, შენ ამას იმსახურებ, შენი კარიერის შემდეგ, მაგრამ რევანში მინდა. მე ბენულას დავაფინიშებ და მინდა ეგრევე ჯასტინ გეიჯისთან ტიტულისთვის ვიჩხუბო. ხომ გითხარით, არ მომიტყუებდი, ეს ბედისწერა იყო. ჯასტინ გეიჯი, ქუდი მომიხდია შენს წინაშე, შენ ამას იმსახურებ. ამ ძიმე კარიერის შემდეგ რაც გქონდა, შენ აბსოლუტურად იმსახურებ ამას. ყველა დამცინოდა, როცა მასთან წავაგე. ახლა რა სიტყვით? გონიათ რომ ის მოჩა. გეგონათ რომ ის 38 წლის იყო, რომ მისი დრო წავიდა და მან უბრალოდ მოგიგო. ყველა დროის უდიდესი მებრძოლი. ილია თოფურია, შებბოზო. მე მასთან 5 რაუნდი ვიჩხუბე. მე მისი ყოველი დარტყმა მივიღე და მაინც წინ მივდიოდი. ეს პატარა ბოზი კი უბრალოდ დანებდა 4 რაუნდის შემდეგ. აი რა გააკეთა ამ პატარა ბოზმა. შეხედეთ სკამზე როგორ ზის. მე წინ მივდიოდი 5 რაუნდის განმავლობაში და ერთი წამითაც არ მქონია დანებების ფიქრი. იმიტომ რომ მე ნამდვილი მებრძოლი ვარ. ტვიტერში ჩართეთ და ეგ პოსტი დაწერეთ. ასე რომ მე წინასწარ ვთქვი. თქვი რომ ამ სატიტულო ბრძოლაში ორივე აუტსაიდერი მოიგებდა. ჯასტინ გეიჯი, ქუდი მომიხდია. ხომ თქვი რომ ეს ბედისწერა იყო, რომ შენ მე მომიგერათაც ერთ სახლში წასულიყავ და ილია თოფურია და გემარცხებინა. და დაუმარცხებელი ჩემპიონი გამხდარიყავი. შენ აბსოლუტურად იმსახურებ ამას, იმ კარიერის შემდეგ, რაც UFC-ში გქონდა. შენ იმსახურებ, რომ დაუმარცხებელი ჩემპიონი იყო, მაგრამ ვიღაცა მე ქამარი უნდა წაგათვას და როცა მე ბენუას მოუგებ, მე მოვდივარ. ახლა ილიასთანაც შემიძლია ჩხუბი. ისინი საუკუნეა კამათობდნენ მე ჯასტინის წინააღმდეგ. მოდი გავაკეთოთ ეს. თვალში თითის ჩატმის გარეშე და ვნახოთ როგორ წავა ბრძოლა. დიდებული ღამეა ერთ სახლში საბრძოლველად, მაგრამ ილია შენს გამზე დანებდი, შეპატარა ბოზო. ვიტნი ჰიუსტონ, აი ვინ ხარ შენ? შეპატარა მსუქანო ყუთო. ნამდვილი მებრძოლი აი აქ დგას. ორჯერ თვალში თითი ჩამარტყეს, კვერცხებში დამარტყეს, მაგრამ ბოლო გონღამდე ვუტყამდი. მე სკამზე დანებებული ბოზი ვით არ მოგცეულ ვარ.